რატომ არის ჩვენთვის ასე რთული გადაწყვეტილებების მიღება და რატომ შეგვაქვს ეჭვი საკუთარ თავში და საკუთარ შესაძლებლობებში? მაშინაც კი, როცა რეალობა გვიჩვენებს, რომ შეგვიძლია. ერთ-ერთი პასუხი ჩვენს ბავშვობაშია. წარმოიდგინეთ სიტუაცია. ბავშვმა პირველად დანით დაჭრა პური. მისთვის ეს დიდი გამარჯვებაა. ის ამაყობს საკუთარი თავით და უჩნდება დასრული თავდაჯერებული ადამიანის განცდა. და აი მიდის დედასთან საჩვენებლად. დედა კი შიშით წაართმევს დანას და ამბობს: შენ რა გაგიშტი, ასე როგორ შეიძლება? აღარასდროს შეეხო დანას. აი ამ მომენტში ბავშვის განცდა მე შემიძლია, ეჯახება დედისას, არა არ შეგიძლია. და ეს არის შოკის მომგვრელი, რადგან მას ჰქონდა განცდა, რომ რაღაც კარგი ჩაიდინა და შემდეგ სხვა მისცა შეფასება, რომ შეცდა და დამნაშავეა. თუ ასეთ სიტუაციები მეორდება, შინაგანი კონფლიქტის შეგრძნებას, ვიცი რა არის სწორი და კარგად გავაკეთეს და შიშ შორის რომ ცდები, იზრდება. ადამიანი ვერ ხდება თავდაჯერებული, რადგან აღარ ენდობა საკუთარ განცდებს და შეფასებებს. უკვე ზრდასრულ ასაკში შეიძლება გრძნობდეს, რომ რაღაც გააკეთა, მაგრამ ძალიან ცუდად და აქ არ არის საუბარი, რომ დედა არის დამნაშავე მშობელი, მას შეეშინა, ეს ნორმალურია. მაგრამ ბავშვისთვის მნიშვნელოვანი იყო არა ღირებულების შემცირება, ხო? არამედ მხარდაჭერა. მაგალითად, ყოჩახ რომ თავით ძალიან მაგრად გაართვი ამ საქმეს, ვამაყობ შენით, მაგრამ მე შემეშინდა და ძალიან ფრთხილად უნდა იყო, როცა დანას აიღებ ხელში. მოდი დამიძახე სანამ ამას გააკეთებ. აი ასეთ დეტალებში იმალება ჩვენი თავდაჯერებულება ან პირიქით. კომენტარებში დამიწერეთ თქვენ როგორ ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით. ნახვამდის.